ბიძიებო, ჯერ ნუ გამომღადრავთ. ვიტყვი რა. მადლობთ. საღამოს 11 საათზე გთავაზობთ ირაკლის აღინაზის ძილის პრულს. მამა, რა ტკინდა ნაჯახი? გაციუდებოდა საზამთრო ამოიღეთ კაცო კუბოდან. გვამი არ გავიტანოთ აყროვდა. შენ ფილტვი და ითამაშე. გამარჯობათ. დღეს მოგითხრობთ ქართულ ხალხურ ლეგენდას ამირანი. ამირანი სულ პატარა იყო, როდესაც ბებია მოუხვდა. ამიტომ მას იგი არ ახსოვდა. ისე ყველა იძახდა ამირანი რო გაიზარდა, მერე ბებიას ძალიან ჰგავსო. და იმის გამო, რომ იმ დროს სარკეები ჯერ არ არსებობდა, იმისათვის რომ გაეგო ამირანს დაახლოებით როგორ გამოიყურებოდა, ბებია მისი საფლავი ამოთხარა და გვამი ამოიღო. რომ დახედა, თლად კარგ ხასიათზე ვერ დადგა. მეტსაც გეტყვით, ცუდ ხასიათზე დადგა. პრინციპში ეს გასაგები იყო, რადგან ბებია მისი ხომ 51 წლის წინ გარდაიცვალა. ისე იგი 53 წლის წინ დაკრძალეს და რა თქმა უნდა მისგან მხოლოდ ჩონჩხი იყო დარჩენილი. იმ დროს ამირანმა არც ის იცოდა, რომ ადამიანის გვამი დროთა განმავლობაში იხრწნებოდა. ამიტომ მან ჩათვალო, რომ იგი მეტნაკლებად ისე გამოიყურებოდა, როგორც ბებია მისის გვამი. იგი მაშინვე თავის შეყვარებულთან გაიქცა და შეეხვეწა. სასწრაფოდ თავი დამანებე. მე ხომ ძალიან მახინჯი ვარ და შენნაირი ლამაზი გოგოს სიყვარულის ღირსი ნამდვილად არ ვარო. მერე რა რომ შემბრმახარო. ამირანის ასეთმა ნათქვამმა გული აუჩუყა მის შეყვარებულს და თვალებიდან ცრემლები ჩამოუგორდა. ამის დანახვამ ერთობა ანერვიულა მისი მშობლები, რომლებმაც საკუთარ ქალიშვილს მამაკაცის დასანახად სისუსტის გამოჩენა ვერ აპატიეს და მუხლები უროთი დაუნახეს. გოგომ მკივილით აიკლო იქაურობა. ამირანი კი მკივანაქალებს ვერ იტანდა, განსაკუთრებით მუხლდანაყულ მკივალნაქალებს ვერ იტანდა. ამიტომ გუდანაბადი აიკრა და გაშეშდა. ვითომ გუდანაბად-აკრული კაცის ძეგლი ვარო. ისე შევიდა როლში, რომ ვეღარ გამოვიდა და ძეგლი გახდა. მალე ადამიანებმა ეს ძეგლი შეამჩნიეს და მეფეს უთხრეს, ქალაქში კაცო, ახალი ძეგლი გამოჩნდა და რა ვქნათო? მეფემ ძეგლის გახსნის ცერემონიალის გამართვა ბრძანა, რომელიც შემდეგ 2 კვირით გადაიდო მეფის სიკვდილის გამო. ახალმა მეფემ 2 კვირის შემდეგ თავისი ხელით გახსნა ამირანის ძეგლი, რომელსაც ხალხმა, როგორც მოსალოდნელი იყო, გუდანაბად-აკრული კაცის ძეგლი უწოდა და ძალიანად შეიყვარა. ხალხის სიყვარულმა ამირანი კიდევ უფრო გააძეგლა. ერთხელ ვიღაც ბიზნესმენმა, რომელიც მეფეს ვერ იტანდა, ეს ძეგლი გვირგვინით შეამკო. აქ მთავარია ის, რომ ეს ბიზნესმენი მეფეს ვერ იტანდა, თორემ გვირგვინით შემკობის ფაქტი არაა მნიშვნელოვანი. ამ ბიზნესმენს გუშინ წინ მეფემ შვილიშვილი დაუკოდა. მეფეს მისი შვილიშვილი ღორი ეგონა და ეს დანაშაული, რის გამოც ბიზნესმენმა შეიძულა, უნებლიეთ ჰქონდა ჩადენილი. ამიტომ თავს დამნაშავედ არ ცნობდა. რა ჩემი ბრალია კაცო, მისი შვილიშვილი ღორს რომ ჰგავსო, იძახოდა. ამ ბიზნესმენმა მეფის ზიზღის მიუხედავად ამირანის ძეგლი, როგორც გითხარით, გვირგვინით შეამკო. მაგრამ ისიც ხომ გითხარით, რომ მეფის სიძულვილი ამ ამბავთან არანაირ კავშირში არ არის. თუმცა აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ როდესაც ბიზნესმენი გვირგვინით ამკობდა ძეგლს, შეატყო, რომ ძეგლს წვერი გაზრდოდა. იმასთან შედარებით, ვიდრე იგი პირველად ნახა შარშანწინ, როცა ჯერ კიდევ დებილი ბავშვი იყო და ცოცხალი ბარტყების ჭამისათვის საგიჟეში მოეთავსებინათ. ამ ბიზნესმენმა ყველას გასაგონად დაიყვირა, ძეგლი არ არისო. ყველამ დასცინა, მაგრამ
იცინის ის, ვინც ბოლო იცინის. ამიტომ ხალხს მსაჯმა სიცილი არ ჩაუთვალა და მიუხედავად მათი პროტესტისა, თამაში განახლდა. ამ დროს ამირანმა ვეღარ მოითმინა და ტუალეტში წავიდა. ვიღაც კაცი გაგიჟდა, ძეგლი დადისო, რომ გაიგო. მას ეს ამბავი შვილიშვილმა მოუყვა, რომელიც იმ დროს, როცა ამირანი ტუალეტში მიდიოდა, აეროსტატში იჯდა და იქიდან ხალხს ქვებს ესროდა. და სრულიად შემთხვევით მოჰკრა თვალი მოსეირნე ძეგლს. როგორც ზემოთ მოგახსენეთ, ამ ბავშვმა შემდეგ ეს ამბავი ბაბუამის მოუყვა, რომელიც გაგიჟდა. ხომ გაგიგიათ, გიჟი თავისუფალიაო, მაგრამ ეს კაცი არ იყო თავისუფალი, მიუხედავად მისი სიგიჟისა. მას კვლავ ჰქონდა უამრავი კომპლექსი და უამრავი სულელური ტრადიციის მიმდევარი იყო. ყოველივე ამის გამო ეს კაცი დაისაჯა. მას ცოცხალი ვირთხა გადააყლაპეს. ამირანი ამ ამბების აზრზე არ იყო, რადგან როდესაც ეს ყველაფერი მოხდა, იგი ტუალეტში იჯდა. მაგრამ იგი მაინც მიაჯაჭვა პოლიციამ კავკასიონზე. აბა რა იცოდნენ პოლიციელებმა, რომ ამირანის ბრალი არაფერი არ იყო. ძილინებისა.